მოგესალმებით, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას. ვიმყოფებით გონიოში, ხედავთ კადრში. ეს არის უფუნქციო მიტოვებული შენობა, რომელშიც მარტოხელა უსახლკარო დედა თვითნებურად შეესახლდა. მზია მეგრელიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არაერთხელ მიმართა რეგიონის მთავრობას, თუმცა უშედეგოდ მათი მხრიდან ვერანაირი, როგორც თავად ამბობს, დახმარება ვერ მიიღო და სწორედ ამიტომ რადიკალური ზომა მიიღო და თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა, სადაც აპირებს, რომ იცხოვროს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისთვის არანაირი პირობა აქ არ არსებობს. შენობა ფაქტობრივად არის ნანგრევი, ასე ვთქვათ, არ გააჩნია ფანჯრები, კარები, თუმცა მიუხედავად ასეთი რთული პირობებისა, უსახლკარო მარტოხელა დედამ გადაწყვიტა, რომ აქ დასახლდეს და ასე ამ პირობებში აღზარდოს მოზარდი მარტოხე, რომელსაც მარტოდ ზრდის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარა თაიმსი რეგულარულად აშუქებს მზია მეგრელიშვილის საჭიროებებს და მიუხედავად მისი ერთწლიანი პროტესტისა, ვერ მიაღწია იმას, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოს რეგიონის მთავრობა. მოკლედ, ასეთი არის ისტორია მარტოხელა დედისა, თუმცა რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, პროტესტის უკიდურესი ფორმა, უფრო მეც გავიგებთ მზია მეგრელიშვილისგან, რომელსაც პირდაპირ ეთერში მოვუსმენთ. მოგესალმებით, ქალბატონო მზია. ხედავთ, რომ პროტესტის შემდგომ მიიღეთ რადიკალური ფორმა, სახელმწიფოს კუთვნილი შენობა ფაქტობრივად თვითნებურად დაიკავეთ. რატომ გადაწყვიტეთ ეს, რამ გაიძულათ თქვენ? იმამ აიძულა, რომ ყოველდღიურად მქონდა პროტესტი მთავრობასთან, წერდი განცხადებებს უშედეგოდ. არანაირი პირობები, არანაირი შეღავათი. თანხას უხდიდნენ მეპატრონეს ბინისას, რომელიც ფაქტიურად იმ თანხას იღებდა და მე არაფერი არ რჩებოდა იქიდან და ჩემი თანხა იწევდა მაღლა და მაღლა. ყოველწლიურად მეკუთვნის 3000 ლარი. ხო? არა თავრობიდან ფაქტიურად დახმარების მიზნით, ხო? ამ თანხას მე ისე გამოვიყენებ, როგორც საჭიროა. იმიტომ გავაკეთე შემოჭრა, რომ ფაქტიურად ვერავის ვერ შევასმინე ჩემი მდგომარეობა. ადამიანებს არ ესმოდენ ჩემი. იცოდნენ, რომ ავად ვიყავი, იცოდნენ, რომ გაჭირვება მქონდა, იცოდნენ, რომ პრობლემები მქონდა, მაგრამ გულთან ახლოს არ მიქონდნენ ეს ტკივილი. და ეს ჩემი მწუხარება. უნდოდა რომ ამენაირად ან და რამე შაქარი ამწეოდა, ან წნევა ამწეოდა, მომკვდარი ვიყავი და ეს ბავშვი პატრონოთ მიეგდოთ ვიღაცისთვის და პრობლემები მოგვარებულიყო ასე თუ ისე. ნაბიჯი, რომელიც თქვენ გადადგით, ფაქტობრივად კანონდარღვევა არის, თუმცა მიუხედავად ამ გააზრებული ქმედება მაინც მიიღეთ. მე ყველას მივმართე ამ საკითხზე. პოლიციასაც მივმართე, სახელმწიფოსაც მივმართე, ყველას მივმართე, რომ შეჭრას ვაპირებდი და დამხმარებოდე, რომ სისხლის სამართლის საქმე არ ჩამედინა, მაგრამ არავინ რეაგირება არ გააკეთა. რამოდენი წელიწადის ნახევარია და დაჟე მეტია, მე საპროტესტო აქციაზე ვждავარ და ვითხოვ, რომ ელემენტარულად დამხმარებოდნენ, ელემენტარულად. თანხები ჩამირიცხეს, მე კი არ ჩამირიცხეს, მე პატრონეს ჩაურიცხეს. ან თქვენ გულისხმობთ ქირაში, სადაც იყავით აქამდე, ამ თანხებს გულისხმობთ. მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებითაც მცირე თანხები მიიღეთ, თქვენ როგორც ვიცი. მივიღე თანხები, მაგრამ ჩემთან არ მოსულა მაი თანხები. მიცეს მე პატრონეს, როგორც ახლა ის ხალია გამოსახლებული, მე პატრონე ჭამს, ფაქტიურად და ჩვენ ვართ მშივრები. სოციალურ დაუცველ ადამიანებს გვჭირდება ნორმალური მიხედვა და არა თამაში მაგენისა. მაგენს რა უნდებიან იცი, ეს სოციალურ დაუცველები იყონ და აი ფულები ფლანგონ. ჩვენ არ გვაქვს საფლანგავი ფული. არ გვაქვს. და 200 ლარი მე არ ყოფნის ოჯახში. კეთილი ინებონ და ყველას, რომელსაც რომ ეკუთვნის და რომელსაც რომ არ აქვს, დააკმაყოფილოთ მიწით, ან დააკმაყოფილოთ ბინებით. დიახ. აი მაყურებელს ვაჩვენოთ, ხო, აქ ხედავთ იმას, რომ ცხოვრებისთვის არანაირი პირობა არ არის. აქ ხედავთ არის ტყე, ეკალბარდით არის მიმდებარე ტერიტორია, სავარაუდოდ აქ ქვეწარმავლებიც კი იქნება. არ გეშინიათ აი ასეთ პირობებში, რომ შემოდით. ადამიანების ლანძღვას მირჩევნია, რომ მე ქვეწარმავლებთან ერთად ვიცხოვრო რა. ამას მე დავამუშავებ, ჩემი ცხოვრება იქნება და მოღობავ და გავაკეთებ ჩემსას. რაღაცნაირად შევძლებ რომ გავაკეთო, მაგრამ
ადამიანების ლანძღვა მომივიდა უკვე ყელში. 14 წელიწადია ქუჩაში ვარ. 14 წელიწადია ველოდები რომ რაღაცა გამოვა, რაღაცა გაკეთდება, რაღაცა იმას იზამს. თითო ლარებში რომ მიწეს, ბიძინას მიწები და ამის გასხვისებაცაც რომ ფიქრობენ. ჩვენ აჭარლე ხალხს ქირაშიც არ გვაქვს ფული, ქირაშიც საწევიდე მითხარ, საწევიდე. თითო ლარში ეიღო ბიძინამ და მე რამდენი გადავხადო ამაში მითხარ. არის შესაძლებლობა? სავარაუდოდ ახლა ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ აქ მოვა პოლიცია, იმიტომ რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია დაიკავეთ, თქვენ თვითნებურად რას აპირებთ? პოლიცია მოვა, პოლიციაში მე განცხადება გაკეთებული მაქვს. ალტერნატიული მომცენ მაშინ ისეთი ფართი, სადაც რომ შევალ და ვიცხოვრებ. ქირით არ მინდა. მაგენის ქირა ვიცი მე, რაც არის. დაპირდებიან, მერე უკვე მასამენ, ზაზადია სამიძე მას არჩევნების პერიოდში დამპირდა სამუშაო, მოეცა ჩემთვის სამუშაო. ხომ ვიმუშავებდი? ხომ გადავიხდიდი ჩემ ქირასა, პრობლემა არ იქნებოდა. ახლა მოთხოვონ ზაზადია სამიძეს პასუხი, მე რომ შეჭრა გავაკეთე, განცხადებაც მაქვს დაწერილი, მოთხოვნაც მაქვს გაკეთებული, სახელმწიფოს წინაშე წელიწად ნახევარია აქციასაც ვმართავ. ყურთან რატო არ მიიტანეს? მე ვარ დამნაშავე? მე ვარ ახლა ამ წუთში დამნაშავე? მე ყველანაირი მოთხოვნა გავაკეთე და ყველანაირად მოვფარგლე. აღარ გამოდის. სახელმწიფო არ ეხმარება, რა მითხრეს იცის ჩემ ძმასა დადიდა და ჯექოდა. ჩემ ძმასთან მე 14 წელიწადია კი არა მეტი წამოსული ვარ. ქმართან რომ წამოვედი, პრობლემა მქონდა და წამოვედი, ხომ? ოჯახიდან რომ წამოვედი, პრობლემა იყო, გულის პერანგში წყალი მქონდა და იმიტომ წამოვედი, ხომ? კეთილი ინებონ და ნორმალურად დაადგეს საქმეს. აქ პოლიცია რომ მოვა, პოლიცია მიიღებს მისას, მე განცხადება გაკეთებული მაქვს. მე სამთავრობოსთან დაწერილი მაქვს, თავრობაში დაწერილი მაქვს, ყველა მიცის. აქიდან ვინმე ვერ გამიყვას. სანამდე თავრობა არ გააკეთებს მის გასაკეთებას. თავრობა ახსენეთ და თქვენ არაერთხელ მოითხოვეთ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ჯერ იყო სულხან თამაზაშვილი, ახლა ზურაბ პატარაძე, თუმცა რიჟვაძესთან მათ შორის ვერ მიაღწიეთ სამი მთავრობის თავმჯდომარე. კართან იყავით თქვენ წლების განმავლობაში, პროტესტი ჰქონდათ. რატომ ვერ მიაღწიეთ რომ შეხვედროდით მთავრობის თავმჯდომარეს? რამდენი ხანია ვდავობ, წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია ვდავობ, რომ ფაქტიურად ჩემი არასრულწლოვანი შვილის ერთად 200 ლარით ვერ ვიცხოვრებდი და 500 ლარ ქირას ვერ გადავიხდიდი. მაგ ვარ რამე შეხედონ აგერა? შეხედონ თუ რამე მაგ და მალავ. აგერა ხა? ეხლა ესეც თქვენით რაღაცა შექმენით ელემენტარული, თუმცა აქ არა გაქვთ სველი წერტილი, მათ შორის სასმელი წყალიც კი. სასმელი წყალიც არ მაქვს, უნდა ვზიდო აგერ ახალსოფლის ცენტრიდან. შუქი არ მაქვს, განათება მაქვს, რომელიც უნდა დავტენო. აქ უნდა ვთხოვო ხალხს დატვენაზე. თურქები უფრო კარგად ცხოვრობენ რა, ამის ჯული არ იყო საქართველოს მიწაზე. აი, მე ვერ წარმომიდგენია ამ დონეზე დაცემულ ადამიანს, რომ ადამიანი ეტყვის, რომ შენ მით უმეტეს ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. მით უმეტეს ყველა მიცის ჩემი პრობლემა. და ნიჟარაძეზე მისვამდი, იციან რომ მე არაფერი არ გამაჩნია. და რას მეუბნებიან, იცი? ადიო მამა შენი სახში, მამა ჩემის სახში, მე რა წელი მეკუთვნის მითხარ. 14 წლის წინ წამოვედი. რა წილი მეკუთვნის? რა გააკეთეს იმპერიამ სახელმწიფოში, რომ მე იკევიდე და იქ მოვითხოვო გინდა თუ არა. მაგრამ აქ არ აინტერესებენ და აი ვნახავ ახლა თუ დააინტერესებენ. არაბები უფრო აინტერესებენ აქა, ვიდრე ჩემი თავი ახლა. და ვნახოთ ერთი როგორ მოიქცევიან. თქვენი აზრით, თქვენნაირი კატეგორიის ადამიანების დახმარებას რატომ ვერ ახერხებს ქართული ოცნების მთავრობა? არ აინტერესებს სიმართლე გითხრა, თუ არა, დახმარება მარტო იმას კი ანიშნავს, რომ ფული გადაურიცხო. ადამიანს რომ ფულს რომ აძლევ, იმას რა რჩება, ის უნდა გამოანალიზო. მე საჭმელი ფული არ რჩებოდა 3000 რომ აძლევდნენ. დაჟე მაკდებოდა ბინის ქირაზე 2000 ლარი, ბინის ქირა გადასახდელი მაქვს ახლა. ხო და მე რა ვქნა ახლა? ქალმა რა მითხრა, იცი? მეწოდებიო მითხრა, მეწოდებიო, მაგრამ უნდა გახვიდეო. მე გიქირავებ მაშინას და გადიო მითხრა. ხაზე იქ. იმასავე კი არ გამოუყრია, თქვენ რომ გამოგიყარენ იქა, ქალმა რომ გამოყარა. ამას სწორე მითხრა, რომ მე გადაგიტან იმვეს და რაღაცა მოახერხე და გადადიო მითხრა. რომ მეწოდებიო. დღესო შეიძლებაო მე რომ წაგეჩხუბო შენ იმ ფაქტი და გატკასა ჩემი სახლიდან გაგასვენო, ქალმა მითხრა.
იმასაც მისი ეწვის, მისი უნდა, იმიტომ რომ 600 ლარზეა ასული მისი ბინა, 600 ლარზე ქვეშ არ გაქირავდება. გაქირავდება ზაფხულის პერიოდი იქნება თუ ზამთრის პერიოდი იქნება, ხო გაქირავდება რა? ერთი იყო ის, რომ თქვენ ითხოვდით ქირით უზრუნველყოფას და მეორე იყო მოთხოვნა ის, რომ თქვენ ითხოვდით სამსახურით უზრუნველყოფას, რათა თქვენი საჭიროებები თქვენი შრომით მოგეგვარებინათ. თუმცა ამ ხრივაც ვერ დაგეხმარა მთავრობა. ზაზა დიასამიძეს, როდესაც პურმარილი ქონდა და მივაკითხე, მაშინ მითხრა რომ სამუშაო გექნებაო, რომ ევედი მასთან დასალაპარაკებლად მეორე დღეს, დაურეკა და უთხრა რომ არჩევნებამდე გაჩერდეს მაინც საქმეო. არჩევნები რომ დამთავრდა, ჩემთან მოვიდა პიროვნებამ დამირეკა და მითხრა მე განცხადება შეიტანეო სამთავრობოშიო. მაშინ მივხვდი რომ მე უკვე განთავისუფლებული ვიყავ. იმიტომ რომ გულისხმობთ ის, რომ წინასაარჩევნოდ სამი თვით რომ დაგასაქმეს მუნიციპალურ ტრანსპორტში კოორდინატორად, უпростоრად კონტროლიორად და არჩევნების დასრულების შემდგომ ხელშეკრულება აღარ გაგიგრძელეს უკვე თქვენ. არ გამიგრძელეს, იმიტომ რომ ფაქტიურად შეთანხმებული იყო ბატონი ზაზა დიასამიძე, რომ მე არ უნდა მემუშავა მისი არჩევნების მერე. რო დაურეკე ტელეფონზე რაფერ მითხრა ისი, ხო ახლა რა არის? ხო ახლა რა არის? ახლა რა არის? იმიტომ რომ ფაქტიურად მისი აითავა რა. გასაგებია. მადლობა. თქვენ ისმენდით მარტო ხელა უსახლკარო დედის მოსაზრებას, სათქმელს, პროტესტს. კი, აუცილებლად უბრალოდ ჯერ მინდა ვაჩვენო, სად ხართ თქვენ. ეს არის გონიოს ტერიტორია, ყოფილი სამხედრო ნაწილის კუთვნილი ტერიტორია, რომელსაც საინვესტიციო დამზადებენ, იცით რომ არაბული კომპანიისთვის იგეგმება რომ მისი პროექტი აქ განხორციელდეს და ეს ტერიტორია არის რასაც ხედავთ თქვენ კადრებში ერთ-ერთი უფუნქციო შენობა რომელსაც არ გააჩნია კარი ფანჯარა და მიუხედავად ასეთი პირობებისა იმიტომ რომ აქ დიდი ალბათობით იქნება მღრღნელები და ქვეწარმავლები და მიუხედავად ასეთი საშიში გარემოსი მაინც გადაწყვეტა მარტოხელა დედამ რომ შემოვიდეს აქ თვითნებურად დაიკავოს ეს შენობა რადგან მას ფაქტობრივად წასასვლელი აღარ სადა აქვს და ურჩევნია რომ ასეთ ელემენტარულ პირობებში იცხოვროს. დიახ, რისი დამატება გსურთ გალბატონომზია? მე ეს დამატება მსურს რომ ფაქტიურად ის თავრობა რომელიც რომ გასახლა და ამ საკითხს განიხილავს ელემენტარულად დაფიქრდეს რამდენი ხნის მანძილზე მე ამას ვაფრთხილებდი. პოლიციაც რომ მოვა აქა ხომ იმანაც დაფიქრდეს რომ მოდის ვისთან მოდის და რა ნამუსით უნდა მოვიდეს აქა. აი ელემენტარულზე დაფიქრდნენ და მერე მოვიდნენ. მე წელიწად ნახევარი და წელიწადი და 8 თვეა ვაფრთხილებ მაგას და თხოვ რამითი განცხადებაა გადააწყონ ისი და გაშუქდეს. ყველა მიცია. გასაგებია, მადლობა. ბოლოს შეჯამებისთვის ვაჩვენოთ თუ რა პირობები არის ამ შენობაში. ვხედავთ რომ აქ ელემენტარული პირობები არ არსებობს სველი წერტილი, არ არსებობს სასმელი წყალი და მიუხედავად ამისა, ასეთი რთული პირობებისა მაინც მარტოხელა დედა ფიქრობს რომ თავარი არის მას კონდეს ჭერი, არ წვიმდეს და აქ გააგრძელოს ცხოვრება. ნახოთ რა ტიპის რეაქცია ექნება რეგიონის ხელისუფლებას თუ რაიმე გამოხმაურება იქნება ამ საქმეზე. ცხადია ჭრა ტაიმსის მაყურებელსა და მსმენელს ექნება შესაძლებლობა რომ განახლებული ინფორმაცია მიიღოს ოპერატიულად. მე კი გემშვიდობებით, მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ. შეგიძლიათ გააზიაროთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს კონდეს წვდომა იმისა, გაიგოს რა ხდება აჭარაში. მადლობა კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით.